ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ინიციატივით გამართულ ტრანსატლანტიკურ ვახშამზე ამერიკაში მყოფი ყაველაშვილის დელეგაცია არ მიიწვიეს. ინფორმაციას ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს. ვახშამზე ნიუ-იორკში მიწვეულები იყვნენ ნატოსა და ევროკავშირის წევრი და პარტნიორი სახელმწიფოები, მათ შორის აზერბაიჯანი და სომხეთი. მარკო რუბიოს ინიციატივით გამართული ვახშამი ტრანსატლანტიკური ერთობის გაძლიერებას, მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვას ეხებოდა. საგარეო საქმეთა სამინისტროში ამჯერად დიდი ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს. გარეთ უორდი უწყებაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერიც. ოცნება თავს ესხმის დიპლომატებს, რომლებიც მოქალაქეებსა და მათ სურვილს საქართველოს დემოკრატიულ ჩარჩოებს დაუბრუნდეს, მხარს უჭერენ. ოცნების წევრები მაღალი რანგის დიპლომატებს ქვეყანაში საპროტესტო მოძრაობის მხარდაჭერაში, სასამართლოზე ზეწოლასა და ვენის კონვენციის უხეშ დარღვევაში ადანაშაულებენ. უკრაინამ და სირიამ დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინეს. ზელენსკის განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის მიზანია მხარი დაუჭიროს სირიელ ხალხს სტაბილურობისკენ მიმავალ გზაზე. უკრაინასა და სირიას შორის ურთიერთობები 2014 წელს გაიყინა, როდესაც რუსეთმა ყირიმსა და დონბასში უკრაინის წინააღმდეგ აგრესია დაიწყო. უკრაინელებმა კიდევ ერთი რუსული Su-35 ჩამოაგდეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით ოკუპანტების საბრძოლო თვითმფრინავის ზაპოროჟიეზე ახორციელებდა თავდასხმას.